რაც შეეხება შემოსავლების ელასტიურობას. ერთობლივი შემოსავალი ანგარიშება ფასის ნამრავლით გაყიდული პროდუქციის რაოდენობაზე. ფაქტიურად ერთობლივი შემოსავალი არის ის ღირებულება, რასაც ყიდველები იხდიან კონკრეტულ საქონელზე, ხოლო გამყიდველები კი იღებენ და შესაბამისად ერთობლივი შემოსავალი იანგარიშება როგორც პროდუქციის ფასის ნამრავლი პროდუქციის რაოდენობაზე. ნახაზზე ერთობლივი შემოსავალი ეს არის მართკუთხედი, რომელიც წარმოიქმნება რაოდენობასა და ფასს შორის, რომლის საფუძველზეც ხდება პროდუქციის შესყიდვა ან პროდუქციის გაყიდვა გარკვეულ ფასად, გარკვეული რაოდენობით. ამ შემთხვევაში $4 ეს არის საბაზრო ფასი, ხოლო 100 ერთეული, რაც ნახაზზეა წარმოდგენილი, არის საბაზრო რაოდენობა. შესაბამისად, ერთობლივი შემოსავალი ეს არის ფასის ნამრავლი რაოდენობაზე, რაც წარმოადგენს $400. ნახაზზე ის წარმოდგენილია მართკუთხედის ფართობის სახით. რა დამოკიდებულება არსებობს ელასტიურობასა და ერთობლივ შემოსავალს შორის? როდესაც მოთხოვნა არაელასტიურია, თქვენ ხედავთ, რომ ასეთ შემთხვევაში ფასის ცვლილება იწვევს შემოსავლის გაზრდას. ანუ ფასი თუ იზრდება, შემოსავალიც იზრდება. რატომ? იმიტომ რომ არაელასტიური მოთხოვნის დროს ფასის 1%-იანი ცვლილება უფრო ნაკლებად ამცირებს მოთხოვნის რაოდენობას. ანუ ფასის ცვლილება უფრო ნაკლებად მოქმედებს მოთხოვნის რაოდენობის ცვლილებაზე. შესაბამისად, როდესაც ფასი იცვლება, მოთხოვნის რაოდენობა შედარებით ნაკლებად იცვლება. ამდენად თქვენ ხედავთ, რომ როდესაც ფასი იყო $1 და იყიდებოდა 100 ერთეული პროდუქცია, ასეთ შემთხვევაში ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა $100. ხოლო როდესაც ფასი გაიზარდა $3-მდე, პროდუქციის მოცულობა 100 ერთეულიდან შემცირდა 80 ერთეულამდე. და შემოსავალმა შეადგინა $240, ანუ გაიზარდა იგი $140-ით. შესაბამისად, არაელასტიური მოთხოვნის დროს ფასის ზრდა იწვევს შემოსავლის, ერთობლივი შემოსავლის ზრდას. საპირისპირო სურათი გვაქვს ელასტიური მოთხოვნის შემთხვევაში. ელასტიური მოთხოვნის დროს ფასის ცვლილება მეტად ზრდის მოთხოვნის რაოდენობას. ანუ თუ ფასი იცვლება, იზრდება 1%-ით, მოთხოვნის რაოდენობა მცირდება უფრო მეტი პროცენტით. შესაბამისად, ეს უკვე შემოსავალზე რეაგირებს უარყოფითად. კერძოდ, შემოსავალი ასეთ დროს მცირდება. კონკრეტული მაგალითის მიხედვით, როდესაც ფასი იყო $4, ხოლო იყიდებოდა 50 ერთეული პროდუქტი, შემოსავალი შეადგენდა $200. მაგრამ როდესაც ფასი გაიზარდა $5-მდე, მოთხოვნის რაოდენობა შემცირდა მნიშვნელოვნად 20 ერთეულამდე და შესაბამისად შემოსავალმა შეადგინა უკვე $100. ამდენად შემოსავალი შემცირდა $100-ით ფასის ზრდის გამო. მაისადამე ელასტიური მოთხოვნის შემთხვევაში ფასის ზრდა იწვევს ერთობლივი შემოსავლის შემცირებას, ხოლო არაელასტიური მოთხოვნის შემთხვევაში ფასის ზრდა იწვევს ერთობლივი შემოსავლის ზრდას. აქ არის კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ ზემოქმედებს კონკრეტულ პროდუქტზე მოთხოვნის ფასი მოთხოვნის რაოდენობაზე. აი მაგალითად, თამბაქო ეს არის
არაელასტიური პროდუქტი. მაგალითად, საქართველოში თამბაქოს ფასი, საშუალო ფასი შეადგენს 2 ლარს, ხოლო ნიუ-იორკში იგი შეადგენს $12. მაგრამ მიუხედავად ამისა, სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა არც თუ ისე მეტად მცირდება, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მაშინ, როდესაც თამბაქოზე ფასები იზრდება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოზე ფასები შეიძლება გაიზარდოს, მოთხოვნის რაოდენობა უფრო ნაკლებად მცირდება. იგი მცირდება, მაგრამ უმნიშვნელოდ. ანუ ფასის ზრდა ნაკლებად ზემოქმედებს მოთხოვნის რაოდენობაზე. მაშინ, როდესაც საფოსტო მომსახურება ან თქვათ, გამომცემლობა შეიძლება იყოს ელასტიური პროდუქტი. რადგან ასეთ შემთხვევაში ფასის მცირედი ცვლაც კი იწვევს მოთხოვნის რაოდენობის დიდი რაოდენობით ცვლილებას. ანუ ფასის მცირედი ცვლილება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოთხოვნის რაოდენობაზე. მაინცადამე მოთხოვნის შემოსავლის ელასტიურობა, ისევე როგორც მოთხოვნის ფასის მიმართ ელასტიურობა, იანგარიშება უკვე მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული ცვლილების შეფარდებით შემოსავლის პროცენტულ ცვლილებასთან. იდეა, შინაარსი არის იგივე, ოღონდ შემოსავლის ელასტიურობის შემთხვევაში ჩვენ მოთხოვნის რაოდენობის პროცენტულ ცვლილებას ვაფარდებთ არა ფასების პროცენტულ ცვლილებასთან, არამედ შემოსავლების პროცენტულ ცვლილებასთან. შესაბამისად, ელასტიურობა შესაძლებელია იყოს მთლიანად ელასტიური. ჩვენ წინა მაგალითთან ნახეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ელასტიურობა არის განუსაზღვრელი, შედარებით ელასტიური, როდესაც ელასტიურობის კოეფიციენტი 1-ზე მეტია და თანაბრად, ან ერთიანად ელასტიური, სადაც ელასტიურობის კოეფიციენტი 1-ის ტოლია. ასევე ელასტიურობა შეიძლება იყოს შედარებით არაელასტიური, სადაც ელასტიურობა 1-ზე ნაკლებია და მთლიანად ელასტიური, სადაც ელასტიურობა 0-ის ტოლია. რაც შეეხება უკვე მიწოდების ელასტიურობას.